არსებობენ პიროვნებები, რომლებსაც სიცოცხლის შემდეგაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ და სწორედ აი ასეთია გენერალი გიორგი კვინიტაძე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაუღალავად მებრძოლი გენერალი, ამბობდა, რომ ქართველი ადამიანი თავის ჩვეულებით, ადათებით და სახელმწიფოს მოწყობით არის ევროპელი. 1918 წლიდან კვინიტაძემ ქართული ჯარისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, ასევე სწორედ მის სახელს უკავშირდება საფრანგეთში ქართული მაწვნის ბიზნესის წამოწყებაც. საზოგადოება მიცის, რომ გენერალ კვინიტაძის შვილიშვილი მარიამ დაბო ცნობილი მსახიობია და ჩვენი ჟურნალისტი მარიშკა მამაგეიშვილი ცნობილი გენერლის შვილიშვილს ესაუბრა და შეგვიძლია ახლა ერთად მოვისმინოთ და ვნახოთ ეს ინტერვიუ და სიუჟეტი. James Bond. ის ზოგისთვის ჯეიმს ბონდის უკანასკნელი ქერა მეგობარი გოგოა. სხვებისთვის ოსკარის ნომინანტი რეჟისორის მეუღლე. თუმცა საქართველოში მას სულ სხვა ისტორიით იცნობენ. მარიამ დაბო საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილია. მისი ბავშვობა პარიზში, ჟენევასა და ლონდონში გადიოდა, მაგრამ ამბავს, რომელსაც ის დღესაც ემოციების გარეშე ვერ იხსენებს, თბილისამდე მოვყავართ. იმ ქალაქამდე, სადაც მარიამის ბაბუა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა. ბაბუა 5 წლის ასაკში, პარიზში გავიცანი. ეს 1965 წელს იყო. ჩვენ სახლში პატარა ბაღი გვქონდა, სადაც თამაშში დიდ დროს ვატარებდით. მახსოვს, ხშირად კითხულობდა ჟურნალებს. აინტერესებდა თუ რა ხდებოდა ახალი მსოფლიოში და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ინტერესით საქართველოში მომხდარ ახალ ამბებს ეძებდა. ის იმედოვნებდა და ოცნებობდა, რომ მალე შეძლებდა დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში დაბრუნებას. როგორც იცით, ის ამის შესახებ მემუარებშიც წერდა. გენერალი გიორგი კვინიტაძე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავარსარდალი იყო. მისი მეთაურობით ქართულმა ჯარმა წარმატებით მოიგერია არაერთი თავდასხმა და ის 1918-21 წლებში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეპიცენტრში იდგა. მას შემდეგ კი რაც ბოლშევიკებმა საქართველო დაიკავეს, კვინიტაძე იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ფიქრი ქართულ გენერალს არც მანამდე და არც ემიგრაციაში ცხოვრების დროს შეუწყვეტავს. მისი ფიქრების ეპიცენტრში ყოველთვის საქართველო იყო. მან თან წაიღო დარდი იმის შესახებ, რომ ვერ მოესწრო დემოკრატიულ საქართველოს და ემიგრაციაში გარდაიცვალა. მე მას არ ვიცნობდი როგორც გენერალს და სამხედროს. ჩემთვის ის უბრალოდ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბაბუა იყო. ყოველთვის მიყვებოდა ამბებს იმის შესახებ, რომ საქართველომ სხვადასხვა იმპერიის მარწუხებს გაუძლო. ჩვენი წინაპრები ებრძოდნენ რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს, მაგრამ ქართველი ხალხი დაუმარცხებელია. ოჯახის გადარჩენისთვის ბრძოლაც ერთ მარტივ, მაგრამ უნიკალურ პროდუქტს უკავშირდება. მაწონს, რომლითაც ფრანგი მეზობლები აღფრთოვანდნენ და ყოველდღიური შემოსავლის წყაროდაც იქცა. 20-იან წლებში ბებიას და ბაბუას საქართველოს დატოვება მოუწიათ. ბათუმიდან თურქეთში გადავიდნენ და შემდეგ უკვე საფრანგეთში დასახლდნენ. თან წაიყვანეს ძიძა, სახელად ბაბალე, რომელიც ძალიან კარგი მზარეული იყო და უგემრიელეს მაწონს აკეთებდა. მთელ სამეზობლოს ქართული მაწონი შეაყვარეს და ამით პატარა საოჯახო ბიზნესის იდეაც გაჩნდა. სამწუხაროდ ისტორიის სიზუსტეში ეჭვი მეპარება, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ერთმა კაცმა ბაბუაჩემს ბიზნეს პარტნიორობა შესთავაზა. გენერალი გიორგი სამხედრო კაცი იყო და დიდი ბიზნესის წამოწყებაზე არ ფიქრობდა. ამიტომ უარი უთხრა პარტნიორობაზე. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანმა მაინც დაიწყო მაწვნის წარმოება უკვე იოგურტის სახელწოდებით და გადაიღო სარეკლამო რგოლი ქართველების მონაწილეობით. ვიდეო ირწმუნებოდა, რომ მაწონი სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. რასაც მე ნამდვილად ვეთანხმები. ბაბუაჩემი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო დედაჩემი 100 წლის იყო. მე მთელი ბავშვობა მაწონს მივირთმევდი, რომელიც შუშის ფოთლებში სარდაფში ინახებოდა. That pleased his mother very much. სამშობლოსთან 100-წლოვანი განშორების შემდეგ გენერლის ნეშტი 2021 წელს თბილისში გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონის მიწას მიაბარეს. მშობლიურ მიწას დაუბრუნდა არა მხოლოდ გენერალი, არამედ ერთი დიდი ოჯახის ისტორიაც, რომელიც წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში იწერებოდა, მაგრამ გულით მაინც საქართველოში რჩებოდა.
ბებიას და ბაბუას სამშობლოს მონატრების ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვათ. ამაღელვებელი იყო ჩვენი ოჯახისთვის ის ფაქტი, რომ გარდაცვალების შემდეგ ისინი მაინც დაუბრუნდნენ მიწა-წყალს. მის სასახლეს სამხედროები მოაცილებდნენ. ჩოხებში ჩაცმული ახალგაზრდები მიაგებდნენ პატივს და მადლობას უხდიდნენ. ამ ყველაფრის ყურება და გააზრება იმის აღქმა, რომ ბაბუაჩემი ასეთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი პიროვნება იყო საქართველოსთვის, სიამაყით მავსებს. ყველა როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ განსაკუთრებული ადგილი, რა თქმა უნდა, ჯეიმს ბონდს უკავია, რადგან ამ ნამუშევარმა მსოფლიო შემომატარა. გადაღების პროცესში მომიწია მეცხოვრა მუსიკოსებთან ერთად, რათა ჩელოზე დაკვრა მესწავლა. შესაბამისად, პროცესი იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, რომ ეს ფილმი ჩემს ბედისწერად იქცა. მისი ცხოვრება ჰოლივუდში წითელ ხალიჩაზე დაწყებული ისტორია არ არის. ის ემიგრაციითა და ნოსტალგიით იწყება. ბაბუის ნატრა თავისუფალ საქართველოში დაბრუნებულიყო ახდა. 10 წლეულების შემდეგ საქართველოში დასაბრუნებელი გზა მაინც იპოვნა. მარიამ დაბოსაც თბილისში უფრო ხშირად ვიხილავთ. აქ ხომ მისი ოჯახის საუკუნოვანი განშორების გზა დაბრუნებით დასრულდა. დაბრუნებით, რომელიც გამარჯვების ტოლფასია. And I congratulate the Georgian people. ულოცავ ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვიმედოვნებ, რომ მალე ვეწვევი სამშობლოს და უკეთ შევიცნობ მის სილამაზეს. Didi madlo.